ახლა ნახე და დაიწყო. გადმოვაბრუნე ეს. ნაცვალეთ რა ძლიوار გავთევიკაცო ეგ რა კარგად ჩამოიწყეს როგორ ხართ ბიჭებო გენაცვალეთ რა თანა როგორ აყინამს მე კიდევ წეკვავი რა გონი როგორ ყინამს გარეთმით აი როგორ აი უჯად ძლებში ატანს აბა რა ვიჯო აბა რა დეიან ამართლა ძვალსა და მილში და რაცივა გარეთ ვიჯო გეურები კაცი. ეგრე იცის თემი. ძალიან სწორად ხოდა გუდი გაყინულია. ვაგაისი. მარო. შამოერთი კოცონი მაინც დაუთე გოგიასა. გაიწელავს გარმოსა და ცხელი ჰაირო წამაიღებს კარგი იქნება. გაუთმება გვერდები გიორგასაც ახლოში ისეგა რა. გაიგე? ბიჭო. ვიარა და გოგო. მარო. სადაღარ გოგო. შამაგინებინებს თავსაკეულები და ეს ახალგო. ბიჭო, არ მაგონებს, ხედავ, ეს სპეციალური. რა იყო მე შეძვენახშია გადასული თონი ბიჭის თვითა. ოჩახშინა ნელა საულობს უკვე ხედავ შენ, აბაგიდე თქვენი თინარიო. თონი ბიჭის თვითა. ცოტა ზემო ჩუმლაყური იყო, მაგრამ არა ვისავრა, წარტყა. მე ხუარი გახეთი შემადგენლობაში მაგე. აბა რა. ნიჭიერი რო იქნები, ბიჭო, კაცი, აბა რა ვქნა, ბიჭო, რა ვქნა, დავიწყო რეგიონალური ამბები მიმოხილვა. მარა უნაქნა, აბა არ დაიწყო. შენს კაი. თავი არ მოიკრა ეხლა იცოდა უცოტა. შენს კაი ნიჭიერი ხარ. მიდი გლიჯა. აჰა, ესე იგი. დაიწყე რა უნდა ქნა ბიჭო ხალხი. ხოდა ეს ტელევიზორთან არის მეთქი მაგითვინა. ეხლა ეს აქცენტი გააკეთე, მაგრამ ეს დინჯე მაინც იმერული აიდეგერვა რა. აბა ხალხო, მზად ხართ? ხო გითიათ პენჩები. და ოღად მოყუჩებული ტელევიზორებთანა. ხო და გაგიმარჯვოთ თქვენა. აბა მიცხები. ესე იგი, კაი ამბავი მაქვს, მე რიკოთ გადაღმა ჩემიანებისთვის იქით. ედი. ახალი სწრაფი მატარებელი დაინიშნა თბილისში ოზურგეთის მიმართულებით და კაი ბელტივით 2 საათით შეამცირა გზა. უფრო გასაგებად რო გითხრა და აგისხნათ 1000-ზე მეტი დაგან. ეს მოაკდება დაახლოებით 20,000 ჯერ. აჰა. დაგან. ეგა ხარდებოდა შენა ეგ ამბავი, ხო იცი? ნეტა ქუთაისში აჩერებს ეგა. თლად ქუთაისი არა, რიონში, როჩახვალ სადგურიოში და როგონია, ევიჯო, ჩემედი უკვე ქუთაისში და გოდო უხოს ვიჯვაკ. და დააწობა გურიაში. ამნაირი იხმალი მაქვს მე. კაცის მატივისება რომ მინდა, მაშინ შეიძლება მარშრუტი ვადავაიც. მატივისება არა, რა სიძახი ხა შენ. რას ქვია, ვიჯო, რა ვაჩრიტინო, ვიჯო, ხელა გაძი. შენ აგერ ბიჭების გადაბაიჯება მინდოდა ჩემთან. ქუთაისში, მაგრამ რიონიდან ხო არ გატარვით, მე ხერხულია. მოკლედ არ გამევიდი ამბავი და ვეგედოთ ისევია, განავიყოთ თბილად. 2 წელია, ჯო, მიზეზი ამდელია. 2 წელი. დიდი ოხერი კაცი ხარ შენა. ეგ ახალი მატარებელი კარგია, მაგრამ აქეთა ჩვენსკენა თელავი თბილისი როდის უნდა აღემიდგინო ნამათავა, ჰა? თქვენ ზამია, ბიჭო, შენ როგი შენ იგლიჯო ყოლიბერს დაზე ხანდახან. იმნაირი კაი ავტომატი გაგვთ მატარებელი და გადგიდათ მატარა. მაგრამ სულ უმატარებლოდაც არ რჩებით ზამია. რანაირად? აგერ აპრილში. ხო. მალე დადგება კეიცი, ახლა შენ ჩემი არ იყოს თვედარიცხვი და წელიწადის დროები და ბაქო თბილისის რეისი ახლიდან ინიშნებაო და მანდაც სწრაფი და გადარეული მატარებელი ის. ასულელებ. შენიანი ამბავია. ხო, ეხლა ბაქო კარგია. ნო.
ხო არ წავიდეთ მადა საგულაოთა ბაქოში. აი, გაგაგულავებ შენ კარგად. ინკოჩემე დადა. გაგაგულავებ. დაჯექი აგე. მეთქი მარემ გადა. თონი ფიჩხი ვერ მაიტამა, თონი ფიჩხივით კი დაგვაცხერა თავზე. დაჯექი მანდან ნუ გააჭირე რაღა დრო ჩემი გულაობა. ვინ და შენ მაინც იცი რისი ოყლაყი მაქვს. ხო, გასაგები. გამარჯობა, გენაცვალე ყველა. დედა ბუდრიანად აქ, დედა ბუდრიან. მაინც უხდები ეგა. არ უნდა გაიგულავო ესე იგი. შვიდად ვიყო. და მაიცა. სადაპირებდით მაინც წასვლას, აჰა. რა გადაიჭრა? ბაქოში. აჰა, ეგ ბაქოში ოღონდ შემოდაია მართლა საგულავოდ კი არ მივდივარ. ეს ლაპარაკო. ო, კონცერტი აქვს აგე ბიჭებსა. და ეხლა რეპეტიციობდით, გაიგე? სად ვიყავით ბიჭებო ის დაცხეთ, მიძი? ო ჯუჯალარის თემა, მიდი გააკეთე. მიდი დიმა. რა კარგია, რიო. ამაი მე მომღერებდნენ ხოლმე პიონერთა ბანაკში. ბალღირო ვიყავი, ხო? ფოლადა, ბულბულოღლი. მიხო. ო ფუმფულდი ახლა. მაიტა და მეც წავიყვანე ბაქოში, ჰა? მატარებლი. ბაქოში არა. ამამა? ჩინეთში უნდა გაგიშვა შენ. იქნება გადაამუშავენ და 1-20 წელი ჩავოხვიდე პატარი. კარგი. შენ იცინე და თუ გონია რომ არ დადის ჩინეთიდან აქა მატარებელი ძალიანად ცდები. ებსაბო იმიყმაში არ ჩავარდი. მართლა დადის, შემოდაია. მაგ არ ვიცოდი, მამგალი არ ვიცოდი. დადის. ოღონდ სატვირთო. ეგ შავსო ამასა კონტეინერში და ჰაიდა, გაგიშვებ ჩინეთში. გინდა? და აიცა ცოტაც დაიცადე და იგე 2027 წლიდანაო ჩინეთიო სპეციალური მატარებლის გამოშვებაცა გეგმავსო, რომელიცაო ხანდაზმულ ადამიანებზე იქნებაო მორგებულიო. იგე ფოტო ნახე, კაცო, მე კი არ ვიგონები, იგე როგორი ვაგონები იქნება. ხო? შენიერი არის მოგი? რა? და რა ფერი უნდა გეიგო მე რომელი ვაგონი ხატაზმულებისა და რომელის დასმულები? დიმა ეხატება ზედა. დო, რაი? ანარა და ეგეთ ვაგონში იქნება პიტინის საწუწნი განფეთქი. წნევი აპარატი იყო კოწახურისაგიო და ისა კიდე პროტეზი ჩასადები ჭიქები. არა ძმაო, მე რომ ვაგვირდები 10 ღირს დამერება. ამის დაბადებლების დუილვის დამერდები ამას. არა, აიცა სიბერა რა უთხარი არა. ელექტრიკის ზრისები ვარ ჩვენა. მე საქმე არ აქვს, მაგრამ მე რას დავაკვირდი, იცი შიტოვით, შეგინდა ჩემი თავი. აი ბიჭო, უკვე მე-3 ნიუსია მატარებლებზე ვლაპარაკობდა. იქ ქვეყანაში ვარ მივდივართ დგრინ. რა სიტყვი, ჯვარი გვეწიროს. აბა, ერთი გარეთ ეთერში ვარ თუ დეპოში ვეღარ გავიგე, მაგრამ კაი, ზავია, დეპოში არ ვარ და ჩინეთში ვარ უკვე ჩემი გონია. იმიტომ რომ შემდეგი newspaper აგერ ჩინეთის რეგიონიდან. კარი მიდი. კერძოდ კი პატარა ქალაქ ქსინჰუიდან არის შემდეგი ნიუსი. პატარა ქალაქიო? ჩინეთითი პატარა ქალაქი რა მხელაა ესა? ალბათ ცხოვრობს შიგა ერთი 80 მილიონი ადამიანი რა. ხოდა რა ხდებაო ქსენჰუაშიო რაო? რა ქსენჰუაშიო ვიო? აფერი გარყანელი არის პატრონი გადაუხია მაინც. სად გადაუხვიო? მადუნა ჩაუხვიო ჯო რა ეგრე არა. მაგრამ გასო. მე დავარქვი მაქალაქს ეგ იდი თუ რავი რაც არის მაგიდე მე ქსინჰუი ვიჯო ქსინჰუი. ქსინჰუი ჯენიერია. ეი მახსოვრე ქსინჰუი ნუ მომჭერი თავითელი ჩინეთი გიყურებს საგანა. მოკლედ ამ ქსინჰუიში მოყვანილი მანდარინის გამამშრალი ქერქი, გამამხმარი დაპოვილი. 1 კილო $20,000 ღირებულად თურმე.
აბა მეჭკვა მაქვს ეხლა ვითომ თავში. როდიდან გეუნები მაგას? მე ეხლა მივხვდი, რაც წელს მე მანდარინი ვჭამე და ქერქი ვყარე. ქარით ვინამიტანებია მილიონები. სორია. 14 კილო შეჭამა ძვენა ხალწელი. არა, დაი, არის ნერვიულა. ჯერ მოტკინი გვაგონა რო გაყვეთელა. გავახვიეთ ეკივე. იქიდან ვიყავი, მუდაბორმენიებდი საკაცს ეჭქვეი. საკაცით ო, მაი, აი წევდი. საკაცი. აბა მე პარაშუტით ჩავიყვარე. საავად ყოფილი. აბა მე მუდაბორმენიებდი იქიდან აზობა. ტრალი იყავი, შევხერო. მე მეგონი. შევოდაია. მაგვანდარის კერკებზე არის ნერვიულა შეჭამე რა შეგიძლია არა როლა. მაგრამ რა ვიცი თავარი ჩვენი მანდარინის არ ღირს მას მარტო ქსინჰური. ქსინჰური მანდარინი. დედამუა, მანდარინი ქერქი 20,000. მართლა იდი ყოფილა მანდარა. იმიდე დავადი. რა შემეღება თუნდაც ბიჭო აებოდელა მანდარინი ქერქი. ერთი ფეჩე დასაყრდა თუ გამოადგევათ რომ ცოტა კაი სუნები დადგე იყობე და რავი მაგაში მე მაგალითად ფულ ვერ ვიცი. ბიჭო. მაგათ დედა ის იციან რომ მანდარინი იჭმება? ეგება ისიც ძვირია კაცო. რავი ეგენი ყველა ვეშაიჭამენ და რაღა მანდარინზე გაიბრანჯებიან რავი აბა რა ვიცი აბა. რა ინტერესებს ახლა მე ფიქრობ აგერა და ნეტა სად არის ექსინჰური? სინჰური Who was that? რავი აბა. დაუშადა შანხაის ჩრდილოეთით. რა ჩაგადგა ეხლა აბა რაო. რა და ვიჯო, შევიტანო ის ქართული მანდარინი, მანდარა და ეგება მოწყუგდეს ვინც ხმია. რასო ვიჯო, ჩინელს მატყუებ შენა, კარგი რა ჯიტოვი ვითომ არიცოდე ეხლა. ბიჭო, თუ არ მოეწონებათ და ისე საჭმელად მანდარინად მაინც ხო გაიყიდება, კაცო და ეგეც საქმეა რა. რავი რა, რო არ მეეწონოთ ამოდენა გზაზე ეხლა რავი 12 კილო მანდარინი ძნელი სატარებელია. დრეურე და უწუნონ ერთი. იმას მაინც ვერ იტყვიან, ჩინურია და არ ვარგავ. ვაღაში ხო, რავი, წადე, მე არ მეზარება, მარო, წადი დღესვე, რომ მორჩება. და მანამდე გადავაბოდებთ ამ თემასა. წელს როგველის წელია ეგ ხო გახსოვთ ყველასა? რა დავავიწყე. ეგე ვიღაცეებსა საცხოვრებელი სახლი ეზოში. ბად, მაიხედე 102 ცალი გველი აღმოუჩენია. დედა მოუვა. ერთი ეთერა ვერ გამიღრია სახლიდან და 102 ეთერაზე ხურები შენავი 102 ეთერა. რა სამო? ესე იგი სიდედრის სადაქალოს მიაგნო ვიღაცა. ერთად ნუ ხარ თქვენ წარეები, კაცო, ნამდვილ ქვეწარმავლებზე არის ლაპარაკი. თუ. რას ვახსენებ? ხოლო რა ვიცი, ეთყობა, არ ეშინო და გველის იმ სახლის პატრონს თუ არა, მე რო აღმებეჩინა ერთი. კიდი ასერც რა დამათლებიებ და ვიჯო. ხო ვიმსკენდი ტრაქზე ახლაც არ ვიქნები გაჩერებული მესამე წელზე ვიქნები და ვიცი. მართალი ხარ ჯო, ზოგს გველი გამოადგება, ზოგს სიდედრი. კაგე ნიკამ და პაატამ რო თქვი, სიდედრი მაიყვანა ცოლათო. მე ხო ბედი არაფერში არა ვარ. არაფერში ბედი არა. რა სიზამ ჩემო ჩიტოვიც გველის წელი არის წელსა და რამდენიმე გველი კი უნდა აიტანო მაგისი ხათრით ეზოში. რასო? გალო ესე იგი დრაკოინ წელი რო იყოს 100 გველეშაპი უნდა ავიტანო ეზოში. რელსი წახი ყوار გაიგე. კარგი გალო მიდი შაცვალე თემა რა გველი ვიღაცა გჭურავს მაგათ კი მო მე რავი. კარგი ხო, იგე? რჩები თოგონ ისევ ცხოველთა სამყაროში. არაფერი, კაცო, ნიუ-იორკის ზოოპარკი პინგვინებისა და ჟირაფების მიერ შექმნილი ნახატების გაყიდვასა გეგმავსო. იგე? რეი! რეი პინგვინი და ჟირაფების ნახატები, გედევინი, კაცო, ხატვა იციან მაგერმა. იგე თუ არა, კაცო? მე კი არ ვიგონები იგე ფოტო, ნახე. ეხლა უყურე. ჩაემოფენ თურმე ფერსა ეს პინგვინები. წაღებავში. და დადებენ მემრეზე და ქაღალდზე. იგე? პინგვინი ხო და ჟირაფი რას აიყოფს ნეტა მაგაში? ეგ მაინტერესებს. მე იყვანა კიდევ გადაუხვია ისევე გაჭერდი მეჭერ. ნუ გადიხარავ და უკრე ბავში თქვა ქსინჰუიზე არ იყოს ზაგად. მაიცა ჯო. რასო? მაგარი მაშინ ჩემი ვიცა ხატავს. ისე რომ თვალი მომცა და მაყურებინაო.
უბრალოდ არასწალია იქ თივაო მოსატანი, იქ საფქვავი წასაღებიო, ზოოპარკში ძმაო მოთლილები არიან თორე. ჩემი ვირი. მართალზა მოგზავია, შენი ვირი, რანაირად ხარ? ჯო. ჩაიყოფს საღებავში. რას მიყურებ? კუცა, მიჯო, კუცა. მე მეუნები ხო განუყვევო და რა წარმოიდგინე, რა უნდა შეეყო? კუდი. ჩაიყოფს საღებავში და მე ამაიღებს და ეგრე აწუნწყლებს აკეთიქით რა. მიმიკარავს პიკასო, იგეთი გამოიდის. მაგრამ არა ძალიან უბრალოდ და ეგარი გამოდის. მე მაშინ ერთი სამხატვრო გალერეა გავხსნათ ცხოველებისთვის, არ იქნება ცუდი რომ ვაგვირდები. დავაყენოთ ვერე ვახატიროთ ვე სალვადორ მაჩვი. ლეონარდო და ვინჩი. პიკასო, რავი. რომელი ერთი? არ არის სადორევავი რა. ვირგო კი არ გამომიტოვე. შენი გადამამიტა. არა ბიჭო მასეხლა. ბიზნეს იდეები კი კარგი გაქვთ. კარგი მოგიჭირო, მაგრამ ერთი მაინც რო განახორციელოთ, არ გინდა? არ ვიტავალა, ძალიან ძვირია. ეს ტელევიზია ყოფილა უბედურო ვაღაც. ვერ რაპერსო არ ვასწრებ შემოდია. თორე იდეები მეტი არის. ეხლა კიდე ეგეთ დროა თანამედროვე ტექნოლოგიები თუ არ იცი ინტერნეტში ვერ ერკვევი. იგრე შორ ვერ გახვალ, მუკუზაი ვერ გაცდები. არ არის არაფერი ვარიანტი. აბა ბავში რაპერ ვარ ისე როგორ ვართ მაგამ ბავში? მაგამ ბავში? რა ვიცი, აბა რაღაცები ვიცით, კაცო. ხო და სანამ მაგე ხელოვნური ინტელექტებსა ბოლომდე ჩაუნაცვლები ვართ, არა? რაღაცა გავაკეთოთ შეცა, კაცო, მივდგეთ, მოდგეთ, არა? რატომაც არა რა? დავალაგოთ ბიზნეს გეგმა, ჩიტოვი ჩკრათ. რა ვიცი, აბა თავში ქეგვაქ დალაგებული ჩვენ იდეები და ეს თელიაბები, მაგრამ სიმღერით რო წარმოვადგინოთ ხوارჯობია. შენ ახლა როგორც ალაპარაკობ, ეგრე თუ გაქვს თავში დალაგებული, შენ ეგ ბიზნესი გეგმა. მაგარი ჩამორჩებით მაგ ბიზნესს და მართლა ჯობია სიმღერით და მე მგონი. კი ბატონო. მოგცემ ბანსა. გლიჯებანი. გლიჯა. იტყვი პირველსა. რას ვაკეთებია მაგარა? მაჩვი ხატავს ეგერ და მე პირველ თვემიტყვი. მაშინ ეხლა ბიჭებო თქვენ დაწყეთ და ჩვენებული ბიზნეს გეგმა თანამედროვეობით, არა? ხო, მაი. მიკროფონი ხმარება ხო იცი? ტექნოლოგიებია, ზაღარ. დავაი, წავედი.